გიორგი კეკელიძემ წერა. რომელია ყველაზე გურული სიტყვა? ელანძე. წიგნის ჩუქება თუ მიღება? ორივენიც. რომელ გარდაცულ მწერალს გაესაუბრებოდით? ვაჟა-ფშაველას და მარკ ტვენს. რა ეტაპზეა ქართული ლიტერატურა? საკმაოდ სოლიდურ ეტაპზეა, უბრალოდ დისტანციიდან უფრო გამოჩნდება. რომელი წიგნი არ დაგისრულებიათ და რატომ? ჰენრიკ სენკევიჩის ვიდრე ხვალ და შოლოხოვის წყნარი დონე. რატომ სხვა მიზეზი აქვს და ჩემს დავიტოვე. სად უფრო მოდის წერის მუზა? ყველგან. რა არის ლიტერატურის ყველაზე დიდი კუნთი? ის რომ მას გარკვეულწილად ამის უნარი აქვს და ეს სრულიად შესანიშნავია. ლიტერატურა არის ტყუილი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. რა არ ეპატიება მწერალს? წერალს როგორც მოქალაქეს ბევრი რამე არ ეპატიება და როგორც საკუთრივ შემქმნელს თითქმის ყველაფერს უფლება აქვს. რომელია მსოფლიოში საუკეთესო ბიბლიოთეკა? ცდრას სილამაზით საფრანგეთში შემხვედრია რამდენიმე ძალიან ლამაზი ბიბლიოთეკა და მოცულობით კონგრესის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასაც დავასახელებთ. როგორია წიგნის მომავალი? წიგნის მომავალი არის გარდაულად, შეიძლება ასე ვთქვას, მყარი, იმიტომ რომ ადამიანს აქვს სურვილი, რომ იკითხოს ტექსტი, ამავდროულად ფლობდეს გულისხმობ ბეჭდურ წიგნს და განიცდიდეს გულისხმობ მეხსიერებას, რომელიც აი ამ რაღაცას აკავშირებს.